მოგესალმებით ყველას შესავალ გაკვეთილში კურსისა HTML დამწყებთათვის. სანამ უშუალოდ ენის შესწავლაზე გადავიდოდეთ, მოდით ვისაუბროთ იმ რამოდენიმე დეტალზე, რაშიც აუცილებლად უნდა ერკვეოდეს ის, ვინც ვებ პროგრამირების შესწავლას აპირებს და რაც დაგვეხმარება HTML-ის შესწავლაში. პირველ რიგში აუცილებელია იცოდეთ, როგორ მუშაობენ საიტები. ზედაპირულად მაინც. თუ რა პროცესები ხდება საიტის მისამართის ჩაწერასა და საიტის ეკრანზე გამოჩენას შორის. ამ საკითხს მოკლედ ძალიან ელემენტალური ნახაზის მეშვეობით აგიხსნით. მოდით, აი ეს ფიგურა იყოს ჩვენი კომპიუტერი. რა არის ინტერნეტი? ინტერნეტი ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერების ერთობლიობა. ამ კომპიუტერებს სერვერებს უწოდებენ. ქსელი მილიონობით, მილიარდობით კომპიუტერისგან შედგება და თითოეულ მათგანს აქვს თავისი მისამართი, ბუნებრივი. მოდით, დავამატოთ რამოდენიმე ფიგურა ჩვენს ნახაზს და ეს ფიგურები იყოს ჩვენი სერვერები, რომლებიც ქმნიან ინტერნეტის სივრცეს. ბუნებრივია ნახაზზე მილიონებს ვერ დავატევთ, ამიტომ რამოდენიმეთი დავკმაყოფილდეთ. როგორც გითხარით, თითოეულ სერვერს აქვს თავისი უნიკალური მისამართი და მოდი ერთ-ერთ მათგანს მივანიჭებ, IP მისამართს, მაგალითად ასეთს 17.185.103.8. მისამართის ეს კომბინაცია არ არის დოგმა და სტანდარტი, როგორც გითხარით, ყველა სერვერს თავისი IP მისამართი აქვს, მოდით მეტი თვალსაჩინოებისთვის კიდევ ერთს დავამატებ. მაგალითად 90.115 223 და ვთქვათ 19 და ასე შემდეგ თითოეული სერვერისათვის. ერთ ასეთ სერვერზე შეიძლება განთავსებული იყოს ასობით და ათასობით საიტი, თუ რაიმე მსუბუქ ბლოგს ავიღებთ მხედველობაში. ხოლო თუ საიტს რამოდენიმე მილიონი ადამიანი სტუმრობს ერთ დღეში, არის ასეთები მაგალითად Facebook, YouTube და ასე შემდეგ, ისინი რამოდენიმე სერვერს იკავებენ ხოლმე, იმისთვის რომ ასეთ დიდ დატვირთვას გაუძლონ. არსებობს ასევე დამხმარე სერვერი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას აი ამ სერვერებთან კავშირი დავამყაროთ. ასეთი სერვერია DNS სერვერი. მოდით შევქმნათ მისთვის ცალკე ფიგურა. აი ეს არის ჩვენი DNS სერვერი. რა შედის მის ფუნქციაში? ის აკეთებს შემდეგ რამეს. როდესაც მომხმარებელი, ანუ ჩვენ, ვწერთ ბრაუზერში საიტის მისამართს, მას იღებს სწორედ აი ეს DNS სერვერი. ეძებს საიტს სერვერებზე, აგზავნის მათზე მოთხოვნას, სერვერი ახდენს პასუხის ფორმირებას და საპასუხოდ აგზავნის შესაბამის ინფორმაციას, HTML ფაილებს, სურათებს და სტილებს. ბრაუზერი მას აღიქვამს ერთიანობაში და ჩვენს წინ წამებში ჩნდება სასურველი საიტი. მოდით შევიდეთ რომელიმე საიტზე. მაგალითად file.g, თუნდაც რატომაც არა. ხო. იმ ერთ წამში რაც საიტის დატვირთვას დასჭირდა, მოხდა ყველაფერი ის, რაც ნახაზზე გაჩვენეთ. თუ საიტი რთულია დაწერილია PHP ენაზე, ხდება სკრიპტის დამუშავება, მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ამოღება და შემდეგ მისი გაგზავნა მომხმარებლისთვის. მაგრამ ახლა ამაზე ნუ შევჩერდებით, ამისთვის ცალკე მთელი კურსი იქნება დათმობილი და იქვე შეძლებთ პრაქტიკაში დაინახოთ ის, რაც ახლა რამოდენიმე სიტყვით ვთქვი PHP-ის შესახებ. მაგრამ ახლა ამაზე შევჩერდეთ. ძალიან კარგი, ახლა თქვენ უკვე იცით თუ რა დგას იმის უკან, რასაც ალბათ ყოველდღე არაერთხელ აკეთებთ, საიტებზე შესვლას გულისხმობ. ახლა კი შეგვიძლია შემდეგ ნაწილზე გადავიდეთ. პირადად მე მთელი კურსის განმავლობაში გამოვიყენებ Mozilla Firefox. შეიძლება თქვენ სხვა ბრაუზერს იყენებდეთ, როგორც გენებოთ, მაგრამ თუ თქვენ სიზიარებთ შემსგემოვნებას და Mozilla-ს იყენებთ,
აკრეფეთ საძიებოში შემდეგი მისამართი: add-ons.mozilla.org და დააყენეთ ასეთი დამხმარე საშუალება disable CSS. ჩაწერეთ სახელი add-onis საძიებოში, ჩამონათვალში პირველი დამატება დაგჭირდება. დაწეკეთ ხილაკს add to Firefox. ინსტალაცია რა თქმა უნდა. ამ დამხმარე საშუალების ინსტალაციის შემდეგ აუცილებელია ბრაუზერის გამორთვა და თავიდან ჩართვა. კი ბატონო, მიზანი იმისა, რომ ეს დამხმარე საშუალება დავაყენეთ არის ის, რომ მინდა გაჩვენოთ ერთი საინტერესო რამ. თუ თქვენ არ იყენებთ საერთოდ Mozilla-ს, შეგიძლიათ უბრალოდ უყუროთ, თქვენთვისაც ისევე გასაგები იქნება ყველაფერი, როგორც მათთვის, ვინც add-on-ი დააყენა. დაჯერეთ მარჯვენა ხილაკს, ვინც შეასრულეთ ის მოქმედებები, რაც მე. და აირჩიეთ ბოლო პუნქტი toggle CSS. ჩვეულებრივ ის არ არის ეს პუნქტი disable CSS-ის დაყენების შემდეგ ხდება ხელმისაწვდომი. დავაჭიროთ მას. დაველოდოთ და საიტის სილამაზის ყოველგვარი ნიშანწყალი გაქრა. რატომ? იმიტომ რომ გაითიშა CSS-ი. დარჩა მხოლოდ HTML-ი. CSS ეს არის ენა, რომელიც გამოიყენება საიტის დიზაინის დეტალებზე სამუშაოდ. სწორედ ასე გამოიყურება საიტის ჩონჩხი, კარკასი, რაც იქმნება HTML-ის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ შევისწავლით. როგორც მიხვდით, შრიფტის, დაშორებების, ფერების, მდებარეობის მითითება, სურათების განლაგება და ასე შემდეგ, ანუ დიზაინის დეტალებზე მუშაობა, როგორც გითხარით, CSS-ის მეშვეობით ხდება. მოდით სხვა საიტებიც ნახოთ. მაგალითად, YouTube. აი მისი ჩონჩხი, ისევე ერთფეროვანი, ისევე ულამაზო, როგორც წინა საიტის შემთხვევაში იყო. და ასეა ყველა სხვა დანარჩენი ვებსაიტის შემთხვევაშიც. შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოსინჯოთ რამოდენიმე სასურველი საიტი, შედეგი ყველგან დაახლოებით ისეთი იქნება, როგორც ახლა აქ. დიახ. როგორც დაინახეთ, HTML-ი თითოეული საიტის ჩონჩხს წარმოადგენს. სწორედ ამის ჩვენება მინდოდა თქვენთვის. მაგრამ ნუ მოგატყუებთ ის, რომ მხოლოდ ამ ენაზე შესრულებული საიტი ულამაზოა. როგორც ის საიტები, რომლებიც ვიხილეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ენის ცოდნა მეორეხარისხოვანია. პირიქით, საიტის შექმნა სწორედ ჩონჩხიდან HTML-დან იწყება და ის აუცილებლად მთელი ყურადღებით და ხარისხიანად უნდა ისწავლოთ. დიზაინის დეტალებზე უკვე CSS-ის მეშვეობით ვიმუშავებთ, რომელსაც ცალკე კურსი დაეთმობა. მას ალბათ HTML-ის დასრულების შემდეგ გადავიღებ, შეგიძლიათ დაელოდოთ. ეს ძალიან მალე მოხდება. გაკვეთილის წინა ნაწილში გამომრჩა თქვენთვის მეჩვენებინა თუ როგორ დააბრუნოთ საიტის დიზაინი, რომელიც ჩვენ გავთიშეთ. ამისთვის უნდა გამოიყენოთ იგივე ღილაკი, რაც გასათიშად გამოვიყენეთ, toggle CSS. დააჭირეთ მას და საიტებს დაუბრუნდებათ თავიანთი სასიამოვნო შესახედაობა. ახლა კი რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც დაგჭირდება კურსის განმავლობაში. შედგება ეს მხოლოდ ერთი პროგრამისგან, ტექსტური რედაქტორისგან, Notepad++, Suboki და პრაქტიკული ტექსტური რედაქტორისგან. მისი გადმოწერა შეგიძლიათ საიტიდან notepad++.org. ახლა მოვახდენ იმის დემონსტრირებას, თუ როგორ უნდა გადმოვწეროთ და დავაყენოთ ის. ვაწვევთ ხილაკს download. ისევ download, შემდეგ ვინახავთ files. შეგიძლიათ აირჩიოთ ენა, მივირჩევ ინგლისურს. ხოთ ყველაფერი გააკეთოთ ისე, როგორც მე ვაკეთებ. აქაც ნუ რაფერს ნუ შეცვლით, დავაწვევთ ხილაკს next. აქაც დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. დავაწვევთ ხილაკს install და პროგრამა დაყენდება კომპიუტერზე.
დავაწვეთ relax finish და notepad-ი ავტომატურად გაიხსნება ეს ფაილი, რომელიც თავდაპირველად არის ნაჩვენები გარკვეული ტექსტით. არ გჭირდება, შეგვიძლია ეს გავთიშოთ. notepad-ი უკვე დაყენებულია, სამუშაოდ ყველაფერი მზად არის. თუ თქვენც გააკეთეთ ის, რაც მე, ანუ დააყენეთ ეს პროგრამა, შეგიძლიათ გადახვიდეთ უკვე შემდეგ გაკვეთილზე, სადაც ვისაუბრებ ტეგის ცნებაზე და შევქმნით პირველ HTML დოკუმენტს.